გავკითხავთ ამდენი ხდომა უკვე მოწმეებს და გიორგი მიხაძე ჯერც ნახსენები არ არის არც ერთ მოწმეს არ უხსენებია ამ მოწმესაც კი რომელსაც და ვიდეო დათვალიერება აქვს გაკეთებული მანაც თქვა რომ გიორგი მიხაძე რატომ არის აქ გიორგი მიხაძე საერთოდ ჩემთვის თავიდანაც გაუგებარი იყო და კიდევ უფრო გაუგებარი თუ დავით მიხაძესთან მიმართებაში გვარი მაინც არის ნახსენები და თითქოს პოლიციელმა იცნო წლების წინ მანქანით გადაყვანის დროს დამახსერებული რომელზეც ექსპერტიზაც ნათქვამი აქვს რომ ექსპერტიზამ ვერ დაადგინა და თქვა რომ არა ამოცნობადია საკმაოდ პოლიციელი ამტკიცებს რომ არ იქნა გიორგი მიხაძესთან დაკავშირებით ესეც არა ცოტა ველოდებით კიდე მე ვიცი რომ საქმე ერთს არაფერი არ არის მაგრამ ეს ნელ-ნელა მტკიცდება პროცესიც რაც შეეხება გამომძიებელს კონკრეტულად გოგა კაკულიას, რომელმაც ვითომ და ამოიცნო ბრალდებულები, გოგა კაკულიას ექვემდებარება ეგრეთ წოდებულ მთავარი ვითომ და გამოძიებისთვის მთავარი პატაკის ავტორ რომიკო გოგიაშვილს. რომიკო გოგიაშვილის პატაკი, როდესაც შედგენილი არის 2025 წლის 5 აგვისტოს, ზუსტად კაკულიას აქვს მას შემდგომ ამოცნობილი ვითომ და თაუერსის ვიდეოები და ამოცნობილი ყავს გიორგი ჯოხაძე 6 აგვისტოს. ყველა ეს გარემოება თბილისი თაუერსთან დაკავშირებით აღწერილია პატაკში. იგი ექვემდებარება კიდევ ვიძახი რომიკო გოგიაშვილს, კარგად ხონდა გაცნობილი ეს პატაკი და ამ პატაკის საფუძველზე ვითომ და ამოიცნო რეალურად გიორგი ჯოხაძე. მოწმე კაკულიამ თავიდან თქვენ კითხვაზე გიპასუხათ რომ ის მას რამოდენიმეჯერ ყავდა ნანახი, როდესაც თავისი სახლიდან გამოდიოდა ბატონი გიორგი ჯოხაძე თქვა. ხოლო შემდეგ ჩაკითხვითოს არაო მე ეს თავისი სახლი კი არა, ვიგულისხმერო რომ რომელიღაც სახლიდან გამოვიდაო. კაკულიას ჩვენება ემყარებოდა სიცრუით გაჯერებულ ინფორმაციას, როგორც ამოცნობასთან დაკავშირებით, ისე გიორგი ჯოხაძის საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით. ვინაიდან მან მიუთითა ის საცხოვრებელი მისამართი, რომელ საცხოვრებელ მისამართს გიორგი ჯოხაძეს არასდროს არ უცხორია, ვერც დაადასტურა ვერანაირი გარემოები. დღეს სასამართლოს ხდომაზე დაიკითხა ბალისტიკოსი ექსპერტი დიმიტრი გამყრელიძე, რომელიც ჩვენებითაც დღეს დადასტურდა ის გარემოება, რომ გარდაცვლილი ლევან ჯანგველაძე უკანონოდ ატარებდა ცეცხლსროლ იარაღს. დადასტურდა რით, რომ ლევან ჯანგველაძის იარაღი გახლავთ მოდელი გლოკ 43 რომელსაც არ ჰქონდა რეგისტრაციის ნომერი, როდესაც ის იარაღი ექსპერტიზაზე იქნა გადატანილი და ექსპერტმა დაცვის ხარის დასმული შეკითხვების შემდგომ სალსახად დაადასტურა ის გარემოება, რომ უნომრო იარაღი, რომელიც არ აქვს მნიშვნელობა ის თავიდანვე ნომერაცია ჰქონდა, არ ჰქონდა თუ შემდგომ წაშლილი იყო ეს ნომერი, ვერ იქნებოდა ვერანაირად რეგისტრირებული. რაც იმას ნიშნავს, რომ გარდაცვლილი ატარებდა უკანონოდ ცეცხლსროლ იარაღს.